მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ რეალი სიტიც არ გვინახავს ჯერ. საჯო პედრომ და ერთ თამაში ჰეტრიკი ქონდა კაპიტნად ყავდა სიგიჟე. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი პრემიერ ლიგის მიჯრით მეოთხე გადაცემა. ამჯერად განვიხილავთ 30-ე ტურს და მოგცემთ საინტერესო რჩევებს, როგორ უნდა დავაყენოთ იდეალური გუნდი. ნუ წინაზე ლივერპულზე იმედი არ დაგვიჯერეთ, დანარჩენი მეტნაკლებად სავარაუდოდ წამოვიდა ყველაფერი. ნუ ტოტენჰემმა რა თქმა უნდა წააგო. დეტალებში შევიდეთ, გასული ტური როგორ წარიმართა, რომელმა გუნდებმა გაამართლეს გაცემული ავანსები და შემდეგ გადავიდეთ მომდევნო ტურის განხილვაზე. ხო, ნუ თავარი მატჩი რაც იყო ჩელსი ასტონ ვილა, საჯო პედრომ და ჰეტრიკი შეაგდო, პასი მიცა და რავი რა მეტი რა უნდა იქნა. ყველაზე მეტი საგოლე კონტრიბუცია იყო ამ სეზონის კი 4. და ანუ არ ველოდი რა პირადად. მიუხედავად იმისა, რომ ჟო პედრო მაგარ ფორმაში იყო, ნუ რა ტიპა იმენა იფრინა და ვილას გადაუარეს, რომელიც ჩემი აზრით ესე თუ გაგზელეს ლიგის ზონის მიღმა დარჩება, კი ბატონო. სიტიმ სიურპრიზი შემოგთავაზა 2-2 თამაშა ნოტინგემთან. საჩუქარი არსენალს და გაინახდა არსენალმა მაგით მინიმუმ 4 გოლიანი უპირატესობა. მე მგონი რომ პრემიერ ლიგა გაინახდა. ფსიქოლოგიური თამაში ახლა იმედი მიცეს, რომ მე ორ მაგად ეტკინოთ რა. კი, გაგისტორდება. თან ახლა შეიძლება სიტი ადგეს მართლა და 9 ტური აქვს დარჩენილი და დაუკარგა, ანუ ქულა არ დაკარგო საერთოდ ისე და ორჯერაც უქნიათ. ხო, გამოცდილებით. არსენალმა ძალიან მკვდარი თამაში მოიგო 1-0, კაიტანის და ჩადგნენ მარტივად. ევერტონი ხო ანუ 2-0, ევერტონის მცველებს ვამბობდით და ტარკოვსკიმ შეაგდო გოლი და შვენიერი გოლი შეაგდო მინაკი. შვენიერი გოლი შეაგდო. ძალიან მაგარი გოლი. Speaking of შვენიერი გოლი, როგორ დასრულდა ნიუკასლისა და მანჩესტერის დაპირისპირება. ჯერ ხო ვამბობ ერთს დავამთავროთ ერთი. შვენიერი გოლი ნიუკასლის თამაში. მოკლედ ნიუკასლმა ბოლო წუთზე არსენალს მანჩესტერს აგემა მარცხი და ოსულამ გაიტანა ისეთი ლამაზი გოლი, შეიძლება ბევრი არც გქონდეთ ნახე, არა და შესაძლოა შემოვიდა რაღაც 91 წუთზე. ხო, ანუ სულ არა ვერ ხვდები საერთოდ. აი ტოტენჰემის დროც მოვიდა, რომელმაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ წააგო. ძალიან მაგარი თამაში ჩაატარეს. ერთი გოლი გაიტანეს. მაგათი სტანდარტები დინარე ძალიან მაგარი თამაში. 30 თუ 20 წუთის მოგებაც ძალიან ბევრი საქმეა ჩემი აზრით. და მხოლოდ ერთ ქულაში არიან უკვე გასავართ ზონასთან, რადგან ვესტჰემმა თავის თამაში მოიგო გასვლაზე ფულემის წინააღმდეგ. კაი გადაცხადი იყო ეგ. ძალიან საინტერესო იქნება გასავართ ზონის ბრძოლა. თითქოს სამივე ცოტა აი ტოტენჰემის ფორესტიც და ვესტჰემიც. მაგრამ მინდა ტოტენჰემი გავხდეს. არც ერთ არ მიცოდი რომ მეთუნი. მინდა გამბეკ. ნუ ტურის სენსაცია უნდა ვახსენოთ. უზი ლივერპული. კი ბატონო. გეუბნებოდით რომ დაგეყენებინოთ მაგალითად მუჰამედ სალაჰი, ლივერპულიდან ვინმე, ვანდაიკი თუნდაც. თუმცა ლივერპულმა იწვნია მარცხი ბოლო ადგილოსანთან, რომელმაც სხვათა შორის ზედზედ მეორე თამაში მოიგო და იმედები გაუჩნდა, ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 14 გოლით ჩამორჩება უსაფრთხო ზონას. კი, ნუ ბორნმუთი ბრენტფორდი 0-0 იყო. უზე როგორც თვითეთ რა, თავისი უბრალოდ ფეხბურთელი თამაშობენ, თავი რო გამოჩნდნენ და ალბათ რა. ლივერპულმა სტანდარტ ყოველდღე თამაშა, ისეთი თამაში კარგი, ისეთი თამაში ცუდი. მე მგონი ფულემი ვესტჰემს არ შევხედავთ. აი ახლა ვახსენე რომ ვესტჰემმა მოიგო და მივახსოვ და არაფერი ხო, ნუ არაფერი განსაკუთრებული თამაში არ იყო რეალურად. რაღაც მხრივ ლოგიკურიც იყო, რომ ანდერსენი და ვულფსონი აკლდათ. თავარი რაღაც ვთქვათ ბირთვი რაც არის ფულემის ამ სეზონში. და ვესტჰემით შედარებით რავი ბოლო რაც რავი ერთი ამ წელიწადში ალბათ ძალიან კარგი ფორმაში არიან. რელეგაციის ფორმაში ნამდვილად აღარ არიან. ბოლო 5 თამაში ერთი წაგება აქვს მხოლოდ და ბოლო თამაში იყო სანდერლენდი, რომელმაც ცოტა მოუგებელი სერია რაც დაუგროვდა შეწყვიტა. გასვლას დაამარცხეს ის რა ქვია ლიცი და ლიცმა ცოტა გაირთულა საქმე. ძალიან შორს არ არის გასავალი ზონა. შორის სტატისტიკურად იმდენად ცუდად გამოიყურება სანდერლენდი, რომ აი იმაზე მეტი ქულა აქვს დაღებული, ვიდრე რეალურად უნდა აიღოთ და ცოტა დაუბრუნდნენ მაგას, გაასწორეს და ეხა ისევ დაიწყეს რა. სანდერლენდიდან ალბათ კიდევ ველოდებით. ან მოდი გადავიდეთ შემდეგ ტურის შეხვედრებზე.
და სანდერლენდითაც დავიწყოთ, იმიტომ რომ ჩემთვის ალბათ მცველი თუ გყავთ, მაგალითად მუკიელი უკვე დაგვიბრუნდა, ალდერეტე, ანუ იაფი მცველები თუ გყავთ როეფსი, მეკარე იაფად, თავისუფლად შეგიძლიათ დააყენოთ, იმიტომ რომ სანდერლენდი გასვლაზე და სახში საერთოდ სხვა გუნდებია და ბრაიტონთანაც ჩემი აზრით შესაძლებელი არის, რომ კლიშით შეინახონ და ასევე დევკონის შანსიც მეტია, იმიტომ რომ ძალიან იმერტყუp ფეხბურთს ამოშოს ბრაიტონი და ეს დევკონები მიდიოდი ხშირია რა. ხო და ანუ ჩვეულებრივად შეიძლება. ანუ კარგი ფიქია ყოველ შემთხვევაში. თუ გყავთ შეგიძლიათ დააყენოთ. თან ბრაიტონიც არ არის თვალ სახარბიელო ფორმაში. ვიტყოდი რომ წინა პენალი ვინ დაარტყა, წინა დაარტყა დია რა. ლეფეთ შეგიძლიათ დაარტყათ, იმიტომ რომ მონაცვლეობით ვუტყავენ პენალებს და ეხლა ლეფეთ ჯერი იქნება თუ დაიდა რა. სხვა ჩემი აზრით კიდე ცენტრალური თამაში რაც იქნება შემდეგ ტურის იქნება ლივერპული ტოტენჰემი. განა იმიტომ რომ ორი ძალიან ესეთი ძლიერი და ესეთი გუნდი შეხვდება ერთმანეთს საინტერესო იქნება. ტოტენჰემს გადაულიან. თუ გადაულიან ვერ იქნება ცენტრალური. თუ უყურეთ ჩემპიონთა ლიგაზე რაც ატლეტიკომ გადაულიან თუ არა. რაც ატლეტიკომ გაუკეთა ალბათ. მე შეიძლება დირექტავი არ შეაკეთონ. აი ხო იცი შეუჩერებელი ძალა ხდება იმას რა ქვია. გაუმოძრავებელ საგანს და ეს პირიქით არის რა. მარტივად შესაძლებელი ძალა ხდება. მაგრამ თან აუცილებლად მოსაგები აქვს თორე ჩემპიონთა ლიგის ზონას. ხო არა, ანუ თავს არ დაიზოგავდა, თუმცა აი არ მგონია რომ მაგაზე ითამაშო, რომ აი დიდი ანგარიშით მოუგონ, იმიტომ რომ ტოტენჰემის გაიბრძოლებს რა ეხა, იმიტომ რომ დასარჩენად თამაშობს. ტოტენჰემს უბრალოდ ის გაითვალისწინე, რომ ვანდევენი არ ეყოლება. არა, ანუ მოგებით მოუგებენ უეჭველი და მამარდას დაყენება შეიძლება ალისონის აკოპნაში. მოკლედ, მამარდა შეიძლება იყოს ამ ტურის ყველაზე კარგი პიკი ფასის გათვალისწინებით თუნდაც. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ვერ გამოიჩინა თავი ეგრე კარგად, მხოლოდ 3 სეივი ჰქონდა, გოლიც გაუშვა, ვფიქრობ, რომ ვინ და ტოტენჰემმა ვერ უნდა იყოს ლივერპულის კარი. ამიტომ ამ ეტაპზე ენდეთ მამარდას. თან ალისონს სავარაუდოდ დიდი პერიოდი გაუწდება. სეზონის დასკვნითი ნაწილია და მამარდა თუ სურს რომ რამე დაამტკიცოს გუნდში, ამაზე უკეთესი დრო ნამდვილად ვერ ექნება. ცოტა არ დაგეთანხმები, იმიტომ რომ ტოტენჰემი რაც ამ ცუდი იყოს, გოლი მაინც გააქვს ხოლმე და თან ისტორიულად თუ გადავხედავთ, რომელიმე შეხვედრა თუ განმეორდა, მამარდა არ იქნება კარგი ოფცია, ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი ვანდაიკი თუ ყავთ, უნდა დააყენოთ და სხვა შემთხვევაში მამარდაზე ეხა ხო, მამარდაზე ეხა ტრანსფერს ახარჯა. აი, ეკიტიკესთვის ზუსტად ის თამაშია, როგორც მაშინ თქვი. ესეთ გუნდებთან, mid-table გუნდებთან, ნუ ეხა არის mid-table გასავარძონა, მაგრამ აი წინაზეც გაუტანა მაგარი გოლი. და აუ რავი, ეკიტიკეს მე ძალიან მენდობენ ამ ტურში, რა ვინც სამოყვებით დააყენეთ უეჭველი და შეიძლება კაპიტანად დავაყენო არ ვიცი. და ტურის ნამდვილად ცენტრალური შეხვედრა. ჩელსი ნიუკასლი და მანჩესტერი ასტონ ვილა. ალბათ მანჩესტერი ასტონ ვილა. ნუ ტრილეგ კომბინარი აუცილებლად. ჩელსი ნიუკასლი იმიტომ არ მგონია ეგეთი რომ ორივე საჩემპიონთა ლიგა დაპირისპირება უწევს მალევე და თან ნიუკასლს გასვლაზე უწევს ბარსელონასთან, ეგ უფრო რთული იქნება ჩელსის. კიდე ხოს ვერ იტყვი, იმიტომ რომ ერთზე ჩადიან რა ბარსაზე იქნება ჩავლენი გასაძლებად და ეგება ექსტრა ტაიმებამდე პელებამდე მიიყვანონ თამაში რა. ანაირი პენალტი. ჭა დროს აი უბრალოდ აი მანჩესტერი ასტონ ვილაზე მთლად ეგრეთ ვერ ვიტყვი, რომ ცოტა ისეთი ასე მგონია. ცოტა ისეთ არა. ცოტა ისეთ პროგნოზს გავაკეთებ, რომ მგონია რომ მანჩესტერი ამ თამაშს ასწავლოს მარტივად მოუგებს, იმიტომ რომ ძალიან დიდხნიანი შესრულება გამოუვიდა რა. დასწრება ეხა მანჩესტერისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თან ასტონ ვილა ევროპა ლიგაზე თამაშობს, შეიძლება ძალები იქითაც კონდეს. რა თქმა უნდა განაწილებენ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სიტყვაზე ხა 5 გუნდი გადის და რო ვერ გავიდნენ ის მეორე გზა უნდა დაიტოვონ, რომ რაღაცა იყოს ევროპა ლიგა მაინც მოიგონ რა. აქ ისე თამაშია სტანდარტულად. ლილს ხო თორცდება. სტანდარტულად გონია რომ ანუ ბრუნო რა თქმა უნდა. ბიუმო მაქსიმუმ როჯერსი ანუ აი დიდ თამაშებს თამაშობს ვოტკინსი კარგად და შეიძლება ვოტკინს მაქსიმუმ. ბოლო ნუ ტრანსფერების დახარჯვად არხის რა. ბოლო დაახლოებით 6-7 თამაშია ხო 6-7 თამაშია საგოლე მოქმედებაც კი არ აქვს ვოტკინს და საშინა ფორმაში. დროა გაისროლოს. საშინა ფორმაში. უცხო დიდ თამაშებში ან ტოპ 6-თან გამოსდის კარგად. ნუ ჯერემი ვარდის რაც Walmart ვერსია გამოვიდა, მაგრამ შესაძლოა რომ ინდოთ ვოტკინსაც მოკლედ ამის თქმა მინდოდა. გადავიდეთ ხო? ხო, ბარემ თქვით რა და მაგაზე მივიდეთ. აი ძალიან ანუ ეხა ჩვენ რო წერთ ჯერ არ ვიცით ჩელსის ესე რა მორჩა
გამოხდა. ამიტომ ცოტა რთული იქნება პროგნოზი დაიზოგავეთოს არ დაიზოგავენ. ყოველ შემთხვევაში ეცდებიან რომ მოუგონ, მაგრამ თუ დღეს პარიზში ისეთ შედეგი დააფიქსირეს, ანუ ან საერთოდ თუ მოიგო ჩელსი, ანუ როგორ რაღაცა იცი? ლიგა რა, გასაგებია იბრძვიან, ну, ხუთეული კაც პრინციპში. იმიდან პრემიერ ლიგიდან რა. კოეფიციენტის გამო პირველი 5 გუნდი გადის და ჩელსის ექნება ლივერპული და ასტონ ვილა. 6-ეულიდან ხო ალბათ ასტონ ვილა ამოვარდება სეზონის ფავორიტი ბოლოს. ჩელსი აუცილებლად ნიუკასლი გასულაც ცუდი გუნდია. ნიუკასლი ვისაუბრეთ რომ ბარსა აუთ და ბარსას თავში აკრავენ. ძალიან ბევრი ენერგიას დახარჯავენ ბარსას. ხო, და თან ისაც ნიუკასლი პრემიერ ლიგაში რავი მაქსიმუმ რა კონფერენს ლიგისთვის თუ გაიბრძოლეს, ეგეც არ ვიცი გაიბრძოლების ამ სეზონში ძალიან გაუჭირდება. ძალიან გაუჭირდება და კიდე ის ფაქტორიცაა, რომ ჩელსის ბეგრად უფრო დიდი სკამი აქვს ვიდრე ნიუკასლს რა. ჩელსს ასე ვთქვათ, რავი 2-3 ლიდერი ყავს, რომელსაც ალბათ ვერ შეცვლიან და აი დანარჩენი ყველა ერთი ეგრე ჟო პედრო შეიძლება რომ ანომალიურ ფორმაში არის, ძალიან მაგარ ფორმაშია და ნუ პალმერი, ანუ პედრო თუ არ ყავთ ტრანსფერს მე გამოვიყენებდი, პალმერი თუ არ ყავს ტრანსფერს არ გამოვიყენებდი. თუ ყავთ პალმერი დააყენეთ. დარჩენი ისეთი რავი ენცო შეიძლება ბიუჯეტური და თან კარგი ვარიანტი, ნახევარდაცვაში დაცვიდან ალბათ მაინც თავს არ მოვიკლოვდი რა, ნიუკასლი და შეიძლება გავუტანოს თუ ყავთ კიდე ღირს რის კადრო დააყენოთ, მაგრამ ტრანსფერად ნამდვილად არა რა. თან ახლა ნიუკასლის როტაცია არის ცოტა რაღაც კითხვის ნიშნების ქვეშ გონია. გუშინ ისე წასწავლში გამოიყვანეს, ანუ გორდონი დასვეს რაღაც ვოლტემადე არის რაღაცა. ხო, რაღაც ძალიან მცნაური იყო თან გორდონი იმის ჩემი ოდელგის ფენტეზიში მოყვა და ისეთი გაცრუებული ვიყავი. ჩავანაცვლებ აუცილებლად. 7-1 კლუბა იყო. ну საინტერესო თამაში გამოდგება აუცილებლად რა. უბრალოდ ერთი ჩელსიზე ის მანერვიულებს, რომ ძალიან ცოტა დასვენება იქნება. ორი დღე რა. აუ კიდე საინტერესო რაც შევცვალე არის ძალიან, აი არსენალი ევერტონი მაინტერესებს. აი როგორ თამაში მგონია იცი? 1-0. ხო, არა. რომელი არ მგონია არსენალის თამაში 1-0 მგონია კაცო. არა, ეს ყველაზე 1-0 თამაშია, რაც კი ოდეს მე. უბრალოდ არსენალზე არის ისეთი ამბავი რა ქვია. ამ თამაში ორი გოლიც არ გავიდა. ევერტონი არის არა ძალიან ძაღლი გუნდია. შეიძლება ევერტონი, ანუ 1-0 მორჩება, შეიძლება რომელიღაცა მოიგოს. ემეტი ანუ შეიძლება ევერტონი მოიგოს. თუ მორჩება რომელიღაცა მოიგებს ისე. მართლა. მე მგონი ბოლო ხო, ანუ სხვა რაღაც ვიგული. ანუ არსენალი არ იქნება იქ გუნდი უეჭველი რა. ევერტონი რაღაც ეგეთი ძაღლი გუნდი არის და აი აქ შეიძლება მცველების გასპამოა რა. არა, აქ თუ ყავთ არსენალიდან ვინმე. არკოვსკი თუ ყავთ დაიტოვეთ, ანუ ეგ არის მინიშნები. ხო, დევკონი 2 გოლს არ გაუშვებს, 4 ქულა რა. 1 გოლს გაუტანს არსენალი და ყველაფერი მორჩება. არსენალიდან რავი, ყველა მცველი შეგიძლიათ ახლა მე ლიგაზე მიყენია, ყველა მცველი მიყენია არსენალის, იმიტომ რომ გოლი თუ ვინმეს გააქვს, მცველი აწვდის, მცველი თამაშობს და მე მცველს გააქვს კიდე ზემოდან და თეჩი ზუსტად ეგრე თამაშობს. ხო, ანუ ეგრე ვფიქრობ და ნუ ნახევარმცველებიდან ერთი მაქსიმუმ რაისი რა. თან გოლი არ გაუტანია, ეხა კაი ხან. კლანი. და ვფიქრობ რომ უწევს. ჰოლანდი შევიდა. მოდი გადავიდეთ პირველი ადგილოსიდან მეორეზე. ვესტემი სიტი იქნება ალბათ სიტისთვის სტანდარტული თამაში გავლენ პირველ ტაიმშივე მოკლავენ, მაგრამ ისიც მინდა ვთქვა რომ რეალი სიტიც არ გვინახავს ჯერ. ცოტა ხანში დაიწყება ეგ თამაში და მაგიდან გამომდინარე არ ვიცით რამდენი ენერგიის დაზოგვა მოუწევთ. თუ რეალთან თავისთვის კარგი შედეგი დააფიქსირეს, მეორე თამაში უკვე სახლში აქვთ და შესაბამისად დაზოგავენ ენერგიას. არ დაზოგავენ ენერგიას და მე მაინც მგონია რომ თავს არ შეაკლავენ, მაგრამ იმდენ შრომას მაინც ჩადებენ, რომ მარტივად მოუგონ ვესტემს, რადგან ახლა თუ ქულა დაკარგეს, ჩათვალე რომ პრემიერ ლიგისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ, რაც დარწმუნებული ვარ პრემიერ ლიგაში არავის არ უნდა არსენალის გამარჯვება როგორც ჩანს. მე თვითონ არსენალსაც არ უნდა ხოლმე ხანდახან რომ მოიგონ და მე მინდა მოსე არა უბრალოდ სიტის იმხალარ რესურსი აქვს რომ შეუძლია ჩვეულებრივად ვესტემის დამარცხება რა. ალბათ სიტის ფეხბურთელებს ყველას დავაყენებდი ვინც ყავთ რა. მცველს, ნახევარმცველს, შემტევს, ტრანსფერსაც დავხარჯავდი 31-ში გლენკი რო არ გქონდეთ რა. კი ბატონო, მოკლედ არ დაუჯეროთ გიას და გადავიდეთ. გადავიდეთ ჩემს ყველაზე მაგარ თამაში. კრისტალ პალასი ლიდსი. ყველაზე საინტერესო თამაში. ყველაზე საინტერესო თამაში იქნება 0-0. არა, ლიდს გააქვს და უშვებს და ხო, ანუ ლიდს რა თქმა უნდა, ანუ ნუნოზე დაიმტრა თან კიდე ორი კვირით სასulis მერე არის აი მინე კატასტროფა.
ორი კვირით დაინტო. მუნიოზის პირველ ტრავმა. ხო, ოქროს ბურთი და მუნიოზ, ოქროს ბურთი რომ მიდიოდა. მაგის მერე რეიტინგში რომ მესამე ადგილზე იყო პაპესი. აქედან მოკლედ მაქსიმუმ შტახს დავაყენებდი მე ლიციდან ან რავი სარი თუ ყავთ სამსას დავაყენე. ან ყავთ. ყავთ ფულინსაც, მაგრამ რავი იმედია რომ აღარ ყავთ. ამახსენე 21-ში სეზონი ჰქონდა ევიტონში. მანდ ვიყიდე ანჩელოტის და ამისი წყალობის. 6 და რაღაცად ვიყიდე მე მგონი და ინტენს ვიწერდა ერთ თამაში ჰეტრიკი ჰქონდა კაპიტანად ყავდა სიგიჟე. ნოტინგემი ფულემი. აი აქ ძალიან საინტერესო თამაშია ეს. და მგონია რაღაც ნოტინგემი მოუგებს. არ ვიცი რა. ვილსონის დაბრუნდა და ანდერსენიც და ზართული თამაში გამოდგება ნოტინგემისთვის თან მოტივირებულია ძალიან. გიბს უაიტის მჯერა მეპირად ეხლა ამ ტურში არ ვიცი რაღაც ესე აი პრობლემი ცუდ ფორმაშია ნოტინგემი უარესი გიბს უაიტი. არ არის, მაგრამ ძალიან შორსაც არ არის. კაი. დააყენეთ გიბს უაიტი და წამოწეკით. წამოწეკით. იაგო არა ამოუწეკით. ხო. გამო ბრენტფორდი ბულში ხა თელი ყველა ბრენტფორდი რო დავაყენოთ თელი ბრენტფორდი არა ანუ ბულში შევიდა ბულში ეგეთი ცუდი გუნდი არა გინდა იჯერეთ გინდა რა ზედიზედ ორი გამარჯვება მინიმუმ პრემიერ ლიგაში აქვს ერთი არსენალს მეორე ევერტონს და მესამე ბულს ხო მაგრამ მოკლედ გაიწევენ ვულვერჰემპტონის ფეხბურთელები რომ მოიგონ ზედიზედ 8 თამაში არაფერი არ აქვს ანუ ზედიზედ 8 თამაში რომ მოიგონ შეიძლება გადარჩენ გახსნილ ფეხბურთს თამაშებიან იგორ ტიაგო 3 შეაგდებს მინიმუმ შეიძლება პროსტო ვულზმა შეუგდოს 8 მაგრამ ნუ ხო მოკლედ აი ბრენტფორდის შეტევა რა შადეთ შეგილიათ არ ბრენტფორდის ასე ზოგადად ნუ კარგად გამოიყურება არა იქი რა საერთოდ რა აი დამსგავსი ჩვენი ძმა შეგილიათ ოთარა ოტარა დანგო მართლა ძალიან კაი ფიქერი უოტარა რა ნუ შემტევები ტრანსფერი არ დახარჯოთ მაგრამ ღირს რა ვულზიდან ის დააყენეთ ვულზიდან მანის ერთი უბრალოდ ის შევახსენოთ რომ შემდეგ ტურს არსენალი მაძავს ხო შემდეგ ტურს არსენალი სიტი ვულზი და კრისტალ პალასი ტოვები 31-11 ტურს ამიტომ დაიგეგმეთ შესაბამისად მოდი ბოლო თამაშსაც მივადგეთ ბარლი ბორმუთში კაცი შუმა არ იცის რა მოხდება ალბათ თვითონაც არიციან რა მოხდება რა უნდათ ნუ ეგრეც არ არის მეგონია ბორმუთი ფავორიტია არა ფინანსური რჩევა ორივე გაიტანს და ამიტომ ცველები არც ერთი ნუ მაგრამ ჰილი მაინც შეიძლება რა და დეფკონსერტს და პასის დეფკონი პასი რა ყველაფერს ექნება და ტავერნიეც კარგი ფიქია ტავერნიეც კარგი ფიქია თან იქიდან გამომდინარე რომ 31-11 ტურს არ ტოვებს და მე ჩემს გუნდში მოვიყვანე და არაფერი არ გაუკეთებია 7 ჯერ სტანგაზე გარყმის გარდა მგონია რომ კარგი ფიქია რა და ბარლისთან კიდე შეიგიძლიათ რომ აცადოთ და მაგის შემდეგ გავუშვით შენ რო გაუშვა ჯობია რომ ჩვენი მამაყურებლებმა აიყვანონ რომ კარგად ითამაშონ თქვენი ხაცით გაუშვეთ ხო ნუ მეორე ფინანსური არაფინანსური რჩევა გამოგდის უფრო სწორად მაგრამ ბორნმუთს აქვს 5 ტურში 4 ფრე ბარემ ბოლო 6 ტურში 5 ფრე იყოს და შეგიძლიათ რომ ფრე გაწუროთ კი ბატონო ეგრეთ წოდებით ეს შეხვედრები ცოტა შემოვიარეთ მოდი გადავხედოთ ჩვენს ლიგას ფენტეზი ლიგაში მარტის ლიდერბორი დაიწყო უკვე პირველი თამაში იყო წინა ტური იყო პირველი და ლიდერი ყავს რომელმაც სასწაული ქულა დაწერა მართლა სასწაული ქულა დაწერა ამ ტურიდან გამომდინარე ნუ ტრიპლ კაპიტანი გამოიყენა ტყაია ეს არა ტყაია არა ეს არის თუ არ ვწდები ტყაია რომელიც არის სოფელი სამეგრელოში და მოკითხვა მეგრელებს და ჩვენს ტყაიელ მეგობრებს აი გუნდი აქ გამოჩნდება ძალიან კარგი გამოვაჩენ სადღაც ჩვენსაც დაგვიმონტაჟებენ ეგრე ჩვენს გუნდს გამოვაჩენ რომ ნახოთ მართლა ვინ გამოხდება აქ ბატონი კონსტანტინეს გუნდი ტარკოვსკი ყავდა კონსტანტინეს გუნდიც გამოვაჩინოთ აქ დაახლოებით ბრუნოზე ქონდა ტრიპლ კაპიტანი პალმერი გოლით სემინია გოლით გარნერი რავი და ნახე სკამზე ვინ ყავდა ჟუაუ პედრო ყავდა სკამზე არა ძალიან კატასტროფულად მაღალ ქულას დაწერდა ალბათ ეს რო არ გაიგეთებია 60 ნუ ხო ახალ გაკეთებული გუნდი არის ხა ეს არაფერს არ ნიშნავს მაგრამ ჩვენ ლიდერბორდში პირველ ადგილზე არის კი ბატონო სრულიად დამსახურებული მოდი ვახსენოთ მეორე ადგილოსანი იმიტომ რომ მეორე ადგილოსანი ძალიან ახლოს არის და მაგის გუნდიც აქ გამოჩნდება ნუ ხო რა შედარებით უფრო ლოგიკური ფეხბურთელები ყავს სამერვილის კრებთან პირველზე მიცა ლოგიკა ცოტა ისეთი და გაუვარდა
ნუ ჩვენი ლიდერები ასე ვთქვათ ისინი არიან, რა თითო კლუბა არის ეს ჯერჯერობით, ხო? არა მოჭ. და შემდეგ ეხა 30-ე და 31-ე ტური ჩაითვლება, რომ იცოდეთ მარტის ლიგაში მხოლოდ რა. ან რეალურად კიდე ორი ტური გაქვთ შანსი, რომ გაიმარჯვოთ. და უცილებლად დაგვიჯოინდით ლიკი იქნება აღწერაში. ხო და ბოლოს სიახლე მე რაც მაქვს არის ის, რომ შემდეგ ეპიზოდიდან გვეყოლება სპონსორი, რომელსაც ნახავთ, მეგობრებო, ამათ მიცადიცოდნენ. და თუ ვინმეს გაქვთ სპონსორობას და პარტნიორობაზე რამე შეთავაზება, წინდადება, მოგისმენთ ყველას. იმიტომ რომ დავიწყეთ უკვე მაგიებზე მოლაპარაკებები და საუბრები და სანამ ადგილი არის, დასადები ყველგანა და წინა და შეგიძლიათ მოკლედ შემოგვეხმიანოთ და ასოს აუცილებლად გაგცემთ. დანარჩენი რა ვიცი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ, არ მოусმინოთ თორნიკეს და ამოწექით უყურეთ ლიგას, გაგისტორდებით რა. მოგვისმინათ ჩვენ დილეტანტებს.